იმიტომ რომ მე მიყენია რაღაცა $800 მაყუჩი და არის aftermarket ნაწილი. ამის აკრძალვა არ შეიძლება. უნდა აიკრძალოს ხმაური. გამარჯობა, მინდა გესაუბროთ იმ საინტერესო თემაზე, რაც ამ დღეებში ქალაქში ხდება, მოტოციკლეთის ხმაური. რამდენად დასაშვები უნდა იყოს, როგორ არ უნდა დასაშვები, მაყუჩების განსხვავებაზე და ზოგადად რა ხდება. მოსახლეობა, რომელიც ყველაზე გასათვალისწინებელი არის ღამის საათებში, რადგან ეს ხმაური მართლაც მეტად დამღლელი არის და მოდი ახლა ვისაუბროთ რა დასაშვები ხმაური და როდის უნდა იყოს. პირველ რიგში გეტყვით, რომ მოტოციკლეტებს ძრავის მიხედვით, როგორც მანქანებს, გააჩნიათ სხვადასხვა გამშვების სისტემა. მოტოციკლეტების კლასის მიხედვით არსებობს სკუტერიდან დაწყებული ჩოპერი, იქნება სტრიტი, იქნება ენდურო, იქნება კროსი, იქნება თუ სუპერმოტო, ყველას აქვს თავისი სიმძლავრე და ყველას გააჩნია ყველა მოდელს თავისი დიამეტრის გამშვების სისტემა. თბილისში გადაადგილების დროს დავაკვირდებით და ვნახავთ, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ტელეფონზე მესიჯობს, დიდი უმრავლესობა, არ ვიცი, რაღაც არის გართული, არ იყურება გვერდთა სარკეებში, არ თავს გვერდითა მოხვევის დროს, მანევრის დროს ციმციმებს და ხშირია უცბი მანევრები, გაძრომა-გამოძრობა, ჩაჭრა და ასე შემდეგ. ჩვენ როცა მივიღებთ საერთოდ გაჩუმებულ მოტოციკლეტს, რომელსაც აი მიქსერის ხმა აქ აი ძალიან დაბალ ხმაზე, ხო? ისედაც ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ ძრავს თავისი დიამეტრის გამოშვები ჭირდება, მაგრამ ისე თეორიულად რო ვისაუბროთ. გაიზრდება ჩვენი ტრავმების, დაღუპულების რაოდენობა, რადგან როცა მოტოციკლეტს დასაშვები ხმაური გააჩნია და ის მოძრაობს, ჩვენ თუ ვარღოთ წესებს და მესიჯობთ ან ყურადღებით არ ვართ და სარკეებში არ ვიყურებით, მანევრს ვიწყებთ, ხმას როგორც ვიგებთ მოტოციკლეტის, მობილიზდებით, ტელეფონს ვდებთ, სარკეში ვიყურებით, რომ დავინახოთ სად არის მოტოციკლეტი, რომ ვიცით, რომ ჩვენი ერთი შეცდომა შეიძლება ბაიკერის ჯანმრთელობის ფასად დაგვიждდეს, ხო? თუ არა დამტვრევით, დაღუპვით ან არ ვიცი, უბედურებით, რადგან ორთვლიან ტრანსპორტზე ტრავმების მიღება ძალიან მარტივია, ვიდრე მანქანაში, როცა დაცულად ზიხარ. შესაბამისად, ეს კამპანიები სხვადასხვა ქვეყნებში, რომ ხმაურიანი მოტოციკლეტების სიცოცხლეს იხსნიან, ეს არ არის მოგონილი, ჩვენზე წინ არიან ისინი და შესაბამისად მე მათ ვეთანხმები, რომ მოტოციკლს უნდა ჰქონდეს დასაშვები ხმაური, რომ ჩვენი უწესო სიარულის დროს, როცა მანქანებზე დაგვეთანხმებთ, რომ ძალიან უწესო დავდივართ ამ ქვეყანაში, მოტოციკლეტს ამითი უფრო ვფრთხილდებით, იმიტომ რომ ვიგებთ ხმას, ყურადღებით ვართ, სად არის გავატაროთ, აბა დავინახოთ მოტოციკლეტი, თუ მანევრს ვაკეთებთ, სარკეში ვიყურებით და ასე შემდეგ. წერან ვსაუბრობდი მაყუჩების ხმაზე, დასაშვებობაზე, დიამეტრზე, ძრავზე და ასე შემდეგ. როგორც მანქანებს, განსხვავებული ხმები აქვს მოტოციკლეტებსაც, მის კლასსაც და ძრავსაც. შესაბამისად, როგორ ხდება და რატო ხდება, რომ ვიღებთ უხარისხო მაყუჩებს და ძალიან დიდ ხმებს. მოსახლეობაში არ ვართ დიდარი ქვეყანა, ახალგაზრდებს და მოსახლეობას ზოგადად არ გვაქვს იმდენი ფული, რომ ყველა მიხადოს $700 და $800 კარგი ხარისხის მაყუჩებში, ტეტული მაყუჩი თავისი გამშვების სისტემით, სადღაც $700-დან $800-მდე ღირს. FMF-ის გამშვების სისტემაც იგივე ღირს. ეს არის aftermarket-ის, ეს racing-ის, ხოლო ის არის FMF-ი, რომელიც ქარხნულად მოყვება და ორივე ხმას მოგასმენინებთ. ქარხნული ვერსია. ეს არის ზიგი. ეხლა დავქოქოთ Kawasaki 450 კუბიანი, 950 კუბიანი, Z900. ჩვენზეა დამოკიდებული ვივლით ეს და ვივლით მე თუ მომინდება რომ სპორტული მოტოციკლეტით გადავაადგილდე ღამის საათებში, შმაკ იმის უნარი რომ ვიარო ნელა და ჩუმად. არ გავაწურინო ეგრეთ წოდებული სიჩქარეები. ამის კონტროლი ღამის საათებში კიდევ ერთხელ საპატრულო ეკიპაჟებს ძალიან მარტივად შეუძლია და მოსახლეობა და სახელმწიფო რაზეც შეთანხმდებიან 11-დან 8-მდე, 12-დან 8-მდე თუ ასე შემდეგ, იმ საათებში ხმაურიანად მოსიარულე მოტოციკლეტები თუ მანქანები დაისჯებიან რაღაცა გარკვეული ჯარებით. ამას სრულად ვეთანხმები. ასევე ვეთანხმები, რომ მექანიკურად გადაკეთებული მაყუჩები, გახვრეტილი დრელით, გადაჭრილი ბარგალკით, რომ უფრო ხმაურიანი იყოს, ამას ხშირად აკეთებენ ხოლმე, ესენიც უნდა იგრძელოს, რადგან ისინი არანაირი დაცვის ნორმის, სერტიფიცირების
ქვეშ არ ექცევიან და შესაბამისად ვიღებთ უაზრო ხმაურს. ხოლო არის ბრენდები, რომლებიც ამაზე კვლევებს ატარებენ, შიგნით კამერებს აყენებენ, სპორტული ხმა ქონდეს, დასაშვები დეციბელები ქონდეს, მაგრამ ვიღაცებისთვის ესეც ხმაურიანია. ამ ბრენდებთან ჭიდაობა და ამათი აკრძალვა არ შეიძლება, რადგან კიდევ ერთხელ მოტოციკლის სრული გაჩვენება არ შეიძლება და ტექნიკურადაც და უსაფრთხოების მხრივაც.